1803 წლის 19 აპრილს პავლე ციციანოვის დავალებითა და სამხედრო რაზმის თანხლებით დედოფალ მარიამთან გენერალი ივან ლაზარევი მივიდა. სასახლეში მისი ვიზიტის მიზანი გარდაცვლილი მეფის გიორგი მე-12-ის ოჯახის რუსეთში გადასახლება იყო. ამ დავალების შესრულება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ასეთი სიკვდილის ღირსია ის, ვინც გაბედა და ჩემს უბედურებას უპატიურებაც დაურთო. იტყვის მოგვიანებით მარიამ ციციშვილი, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი, რომელიც სამეფო ღირსების დაცვის გამო დასაჯეს. მან სამშობლოდან შორს სამუდამო ტყვეობაში დალია სული. მარიამ ციციშვილი თავადების ელენე გურამიშვილისა და სარდალ გიორგი ციციშვილის შვილი გახლდათ. 1782 წელს თავადის ასული ცოლად შეირთო გიორგი ბატონიშვილმა ერეკლე მეორის ძემ. მეფე ერეკლეს კურთხევით თბილისში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ახალგაზრდა წყვილის მოკრძალებული ჯვრისწერა შედგა. ამის მიზეზი გიორგი ბატონიშვილის მეორედ ქორწინებისადმი ქართველ წარჩინებულთა უმეტესობის უარყოფითი დამოკიდებულება იყო. მან პირველი თანამეცხედრის ქეთევან ანდრონიკაშვილის ასულის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლისთანავე შეირთო მარიამი. ბაგრატიონთა სასახლეში რძლად შესულ 14 წლის გოგონას დარბაისელი და ჭკვიანი ქეთევან ანდრონიკაშვილის ადგილი უნდა დაეკავებინა, რაც არც თუ ისე იოლის საქმე იყო. თუმცა მარიამმა მალევე შეითვისა სასახლეში დამკვიდრებული წესები და სულ მოკლე ხანში ყველასათვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანი გახდა. მეფე და მასთან დაახლოებული წარჩინებულთა წრე განსაკუთრებით აფასებდა იმ მზრუნველობას, რომელსაც დედინაცვალი 9 გერის მიმართ იჩენდა. ლაღი და ბედნიერი იყო მარიამის რძლობის პირველი წლები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა აღა მაჰმად-ხანის შემოსევამ, სამეფოსა და ოჯახის მცველად ჯერ კვლავ ძლიერი მეფე ერეკლე მეორე იდგა. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე მეორე გარდაიცვალა. ტახტზე კი გიორგი ავიდა. გიორგი მეფესა და მარიამ დედოფალს უმძიმესი მემკვიდრეობა ერგოთ. გაპარტახებული მეურნეობა, საუფლისწულოებად დაქუცმაცებული, შინაპატიმრობაში გახვეული სამეფო, მწირი ხაზინა, ყოველივე ამას ზედ დაერთო გულმოცემული მტრები ოსმალეთის, სპარსეთი და მათგან გაგულისებული ლეკები. ახალციხის საფაშო, ასევე ურთულეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში მყოფი სამეფოს წინამძღოლებს იზღა დარჩენოდათ, რომ ერეკლე მეორის მიერ გაკვალულ რუსეთზე ორიენტირებულ კურსს დასდგომოდნენ. გიორგი მეფესა და მარიამ დედოფალს ქვეყნის შემდგომი განვითარების ერთადერთ საშუალებად ჩრდილოელ მეზობელთან კავშირის განმტკიცება და მაჰმადიანური სამყაროს გავლენისგან გათავისუფლება მიაჩნდათ. გიორგი თანახმა იყო თუნდაც თავისი სუვერენული უფლებების შეზღუდვის ხარჯზე რუსეთისგან სამხედრო და ფინანსური დახმარება მიეღო. თავის მხრივ საიმპერატორო კარს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ქართლ-კახეთის რეალური მდგომარეობა. იცოდნენ, რომ ჯანმრთელობა შერყეულ მეფეს სახელმწიფო საქმეთა სრულად გაძღოლის უნარი არ ჰქონდა. გიორგი მე-12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. მარიამ დედოფალი თანამეცხედრეს გვერდიდან არ შორდებოდა, მოვლასა და მზრუნველობას არ აკლებდა. ავადმყოფობით დაუძულურებულ მეფეს საიმპერატორო კარი ვერაგულ მახეს უმზადებდა. პავლე პირველს კავკასიის ხაზზე მართლაც შემოჰყავდა ჯარი, მაგრამ რუსეთის სამხედრო ნაწილები ქართველი მეფისთვის დახმარების გაწევას არ აპირებდა. მათ საიდუმლო დავალება ჰქონდათ მიღებული. გიორგი მე-12-ის გარდაცვალების შემთხვევაში ყოველი ღონე უნდა ეხმარათ, რათა დავით ბატონიშვილი, გიორგი მე-12-ის ძე, ტახტის მემკვიდრე მეფედ არ გამოცხადებულიყო. მარიამ დედოფალი ანგარიშს გასაწევადაც არ მიაჩნდათ. რუსეთის იმპერატორმა მეფის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე 1800 წლის 18 დეკემბერს საქართველოს
გუბერნიის უფლებით რუსეთთან შეერთების მანიფესტი გამოაქვეყნა. ქართლ კახეთის ტახტის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი და მარიამი არავის გახსენები. 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე გიორგი გარდაიცვალა. გამჭრიახი დედოფლისათვის ნათელი გახდა, რომ სანამ მეფის ნეშტს მიწას არ მიაბარებდნენ, სამეფო გაუქმებულად ვერ ჩაითვლებოდა. ამიტომ სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით მრავალჯერ გადადო თანამეცხედრის დაკრძალვა. გიორგი მე-12 1801 წლის 20 თებერვალს დაკრძალა ცხეთაში, ბაგრატიონთა საგვარეულო სავანეში, მაგრამ არც პავლე პირველს დასცალდა 1800 წლის მანიფესტის განხორციელება. ის სასახლის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. 1801 წლის 12 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა საქართველოს რუსეთთან შეერთების ახალი ვრცელი მანიფესტი გამოაქვეყნა. ის დაგვიანებით მომდევნო წლის 12 აპრილს გამოცხადდა თბილისში, სიონის ტაძარში მოწვეულ ქართველ წარჩინებულთა კრებაზე. ამ შემზარავ ამბავს გიორგი მეფის ოჯახიც დაასწრეს. იმ დღეს სიონი გარშემორტყმული იყო რუსთა სამხედრო ნაწილებით, რომელთაც დავალებული ჰქონდათ წინააღმდეგობის ყოველგვარი ცდა სისხლში ჩაეხშოთ. ამ აქტიდან მოკლე ხანში საიდუმლო ინსტრუქციით რუსეთის იმპერატორმა აღმოსავლეთ საქართველოს უზენაეს სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფალს, მთავარ მმართველს გენერალ კნორინგს დაავალა სათანადო ზომები მიეღო ქართული სამეფო ოჯახის რუსეთში გადასახლების საქმის მოსაგვარებლად. ამ ზაკრული გეგმის განხორციელება დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ დანიშნულ გენერალ ივან ლაზარევს მიანდვეს. ლაზარევს იმ დროისათვის საქართველოში მუშაობის 2 წლის გამოცდილება ჰქონდა. 1799 წელს ის რუსული ლეგიონის სარდლად მოევლინა ქართველ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მეფე მრავალგვარი ხერხით ცდილობდა ლაზარევის გულის მოგებას, დედოფალი მარიამი კი მისი ასulis მიმრქმელი გახლდათ, თავად გენერალი ბაგრატიონებისადმი პატივისცემით არასოდეს გამოირჩეოდა. გიორგი მე-12-ის გარდაცვალების შემდეგ კი მან სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა მეფის ოჯახს. ლაზარევმა მიზანში დედოფალი მარიამი ამოიღო. მეფის ქვრივს საკმაოდ შემოსავლიანი მიწები ჰქონდა თანამეცხედრისგან დარჩენილი. მათ შორის ერეკლე მეორისაგან დარეჯან დედოფლისადმი ბოძებული სოფლებიც იყო, რომლებიც გიორგი მეფემ მისდამი მტრული საქმიანობის გამო 1800 წლის 30 აპრილს დედინაცვალს ჩამოართვა და თავის მეუღლეს დაუმტკიცა. გენერალმა ლაზარევმა მარიამ დედოფალს ყოველგვარი საარსებო საშუალება, უბრალო წისქვილიც კი არ დაუტოვა, რათა იძულებული გაეხადა საკუთარი ნებით წასულიყო რუსეთში. 1802 წელს ანტირუსულ აჯანყებას ბაგრატიონთა ერთიანი ფრონტი ჩაუდგა სათავეში. ამბოხების აქტიურ მონაწილეებს შორის მარიამ და დარეჯან დედოფლებიც იყვნენ, მაგრამ საუბედუროდ შეთქმულების მზადების შესახებ ლაზარევმა შეიტყო, რომელმაც ცეცხლითა და מחვილით ჩაახშო აჯანყება. რუსეთის ხელისუფლებამ დარეჯან და მარიამ დედოფლების საიმპერატორო კარზე მიპატიჟებას მოუხშირა. გენერალმა კნორინგმა ალექსანდრე პირველს იმედი ვერ გაუმართლა. იმპერატორმა მის ნაცვლად საქართველოს მთავარ მმართველად პავლე ციციანოვი, ციციშვილი, ქართული გვარისა და რუსული სულის ადამიანი დანიშნა. თბილისში მისი ჩამოსვლით ბაგრატიონთა მიმართ გაასკეცებულად უხეში და ტლანქი ღონისძიებების გატარება დაიწყო. 1803 წლის დამდეგს ციციანოვმა წერილი თაცნობა მარიამ დედოფალს მცირეწლოვანი შვილების თანხლებით დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო რუსეთში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან მარიამის გადასახლების საქმეში გარკვეული როლი დაბეზღებამაც ითამაშა. გიორგი მე-12-ის ქვრივის მტრებმა ციციანოვს აცნობეს, რომ ის რუსული პოლიტიკით უკმაყოფილო ძალებს საიმპერატორო კარის წინააღმდეგ აქეზებდა და ამასთანავე საიდუმლო კავშირი ჰქონდა მთიელებთან. ამ ცნობამ ციციანოვი განარისხა.
მთავარმართებლის განზრახვა დედოფლისათვის ცნობილი იყო, მაგრამ კატეგორიული ტონით დაწერილი ბარათის მიღება მის სულით ხორცამდე შეძრა. 1803 წლის 19 აპრილს პავლე ციციანოვის დავალებითა და სამხედრო რაზმის თანხლებით დედოფალ მარიამთან გენერალი ივან ლაზარევი მივიდა. სასახლეში მისი ვიზიტის მიზანი გიორგი მე-12-ის ოჯახის რუსეთში გადასახლება იყო. ამ დავალების შესრულება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ბაგრატიონთა სასახლეში შესული გენერალი მკვდარი გამოიტანეს. თანამედროვეთა ერთმა ნაწილმა მარიამ ციციშვილი კაცის მკვლელად და ფსიქიკა შერყეულ ადამიანად შერაცხა. მეორე ნაწილმა კი გმირად გამოაცხადა. აღნიშნული საქმის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის თბილისის კომენდანტის მაიორ დავით სააკაძის პატაკი, რომლითაც ის პავლე ციციანოვს აცნობებდა. ამ თვის 19 რიცხვს დილის 6 საათზე თანახმად თქვენი ბრძანებულებისა დედოფალ მარიამის რუსეთში გასასტუმრებლად გენერალ ლაზარევის მითითებით გამოცხადდით სახლში. ქართული ენის მცოდნე კვარტირმეისტერ სუროკოვს ვუბრძანე დაეყოლიებინა იგი დედოფალი რუსეთში წასვლაზე. სუროკოვის, ასისთავ კრიმოვისა და სურგუნოვის გარდა მე და იქ მყოფი დანარჩენი ოფიცრები გარეთ გამოვედით. ამ დროს კვარტირმეისტერი სუროკოვი მივიდა დედოფალთან ახლოს, რომ ბატონიშვილმა ჯიბრაილმა და მეფის ასულმა თამარმა ამოიღო კაბის ქვეშ დამალული შიშველი ხანჯალი და ეცნენ სუროკოვსა და ოთახში მყოფ სხვა ოფიცრებს გარეთ გამოსარეკად. ლაზარევმა გაიგონა ხმაური, შევარდა ოთახში და მივარდა თავის ქვეშაგებში მჯდომ დედოფალს. უცებ დედოფალმა საბნის ქვეშ დამალული ხანჯალი ამოიღო და მარცხენა გვერდში დასცა. გენერალ-მაიორმა ლაზარევმა ოთახი გაირბინა და ზღურბლზე დაეცა მკვდარი. დავით სააკაძე აღნიშნავს დედოფლის დაშავების ფაქტსაც, მაგრამ მარიამ ციციშვილისათვის ჭრილობის მიყენებას შემთხვევითობას მიაწერს. ასეთია ივანე პეტრესძე ლაზარევის მკვლელობის ოფიციალური ვერსია, თუმცა არსებობს მეორე არაოფიციალური ვერსიაც. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის გადმოცემით ესე ლაზარევი მოიკლა არა დედოფლისგანა, რომელსაც მიაწერეს ესე და არცა ჯიბრაილისაგან. დროსა მას, როდესაც ლაზარევმა ციციანოვისა ბრძანებითა შემოარტყა ჯარი დედოფლისა სასახლესა და შევიდა თვით ლაზარევი გამოსაყვანად მისცა, იყო 8 საათი დილისა. დედოფალმა მოსთხოვა დრო და მოთმინება, შვილებსა წვრილებსა ზძინავთო. ლაზარევმა ეს თხოვნა არ მიიღო. გაბედა და სტაცა ხელსა და მრისხანედ უთხრა, ეხლავ გამოდით, ჯარი ვერ მოგიცდით დიდხანსო. მაშინ მუნმყოფმან თავადმან ნიკოლოზ ხიმშიაშვილმან მსწრაფლ ამოიღო ხანჯალი და დასცა ლაზარევს მუცელში. ლაზარევი წაიქცა და თვით ხიმშიაშვილი გავიდა ქალაქიდან. გაიქცა ახალციხეს და მუნ მოკვდა 1807 წელს. პლატონ იოსელიანი ასახელებს იმ პირის ვინაობასაც, რომელმაც ჭრილობა მიაყენა მარიამ დედოფალს. ის წერს, თვით დედოფალი დასჭრა ხმლითა მკლავში სომეხმან კაჭკაჭიშვილმა. მოკლა ლაზარევისა ხიმშიაშვილისაგან ცნობილი სხვათა განცა მრავალთა თვით მიამბო დედოფალმან მარიამ. პავლე ლაზარევის მკვლელად მარიამ დედოფალთან დაახლოებული პირნი და ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენელნი რომ თავად ნიკოლოზ ხიმშიაშვილს მიიჩნევდნენ, ამას ადასტურებს ისტორიკოსების დავით და ბაგრატ ბატონიშვილების გადმოცემები. სამეგრელოს დედოფალი ნინო გიორგი მე-12-ის ასული 1817 წელს მთავარ მართებელ ერმოლოვს წერდა, რომ ხიმშიაშვილ ნიკოლოზს სიკვდილის წინ მისთვის უთქვამს ლაზარევი მემოვკალიო. ლაზარევის სიკვდილს არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია პეტერბურგში. მაშინ ყველა გართული იყო ქალაქის დაარსების 100 წლის იუბილით. ხოლო მოსკოვში ერთობოდნენ აეროსტატით, რომელსაც ერთი იტალიელი უშვებდა იქ. წერს როსტოპჩინი ციციანოვს 1803 წლის 3 ივნის. მარიამ დედოფალი შვილებიანად რუსეთს გადაასახლეს. იგი იმყოფებოდა კურსკის გუბერნიის ბელგოროდის დედათა მონასტერში, როგორც პატიმარი.
მარიამი და მისი შვილი მიხეილი რამდენჯერმე წერენ თხოვნას, რათა მარიამს თავისუფალი ცხოვრების ნება მისცენ. 1811 წელს მარიამსა და მის შვილს ანასტასიას მოსკოვში გადმოსახლების ნება მისცეს. 1812 წელს მოსკოვის ხანძრის დროს მარიამი ნიჟნი-ნოვგოროდშია, შემდეგ კვლავ მოსკოვშია. გადასახლებაში მიმავალი გიორგი მე-12-ის ოჯახი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მათ გამცილებლად დანიშნულ გენერალ ტუჩკოვსკი ციციანოვისგან სპეციალური მითითება ჰქონდა. დედოფალ მარიამს, რომელმაც მხეცივით მოკლა ლაზარევი, ჭამის დროსაც არ მისცეთ დანა. მარიამ დედოფალი ბელგოროდის ერთ-ერთ მიყრუებულ მონასტერში გადაასახლეს. იგი განცალკევებულად ცხოვრობდა, თავი ისე ეჭირა, როგორც ნამდვილ დედოფალს. ბელგოროდის მაღალი საზოგადოება თავად ცდილობდა მასთან შეხვედრას და ურთიერთობას. მარიამ დედოფალი აქტიურად იბრძოდა და ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, რათა მისთვის მიეცათ ცხოვრების უფლება ჯერ პეტერბურგში, შემდეგ სამშობლოში. პეტერბურგის სამეფო კარს კი სულ სხვა მიზნები ჰქონდა. მათ სურდათ მარიამის მცირეწლოვანი ვაჟები ილია და ოქროპირი სამხედრო სასწავლებელში მიებარებინათ, რუსულად აღეზარდათ, ქართული ყველაფერი დაევიწყებინათ, ხოლო მარიამი კვლავ ბელგოროდში დარჩენილიყო. შევიწროვებული დედოფალი ბოლოს დათანხმდა შვილების სასწავლებლად გაგზავნას. 1804 წლის 13 ივნისს ბატონიშვილები ილია და ოქროპირი დედას გამოეთხოვნენ და აზნაურ ხუციშვილის თანხლებით გაემგზავრნენ სამხედრო სასწავლებელში. 1811 წელს მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა მიხეილმა, ცნობილი ასევე როგორც მიშელი, საკმაოდ ბევრს მიაღწია და მიმართა იმპერატორ ალექსანდრეს დედის შეწყალებასთან დაკავშირებით. მარიამი გადასახლებული იყო მოსკოვში, სადაც ის ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. მარიამ დედოფალი მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაათავისუფლეს მონასტრიდან. ჩაიყვანეს მოსკოვში და საცხოვრებლად სლობოდის სახელმწიფო სახლი მიუჩინეს. 1859 წელს ღრმად მოხუცებულმა და უკვე ლოგინად ჩავარდნილმა მარიამ დედოფალმა საქართველოში დაბრუნების უფლება მიიღო. 1850 წელს იგი მოსკოვში გარდაიცვალა, საიდანაც ქართველმა დიდებულებმა რუსეთის საიმპერატორო კარის თანხმობით დიდი ცერემონიით ჩამოასვენეს საქართველოში და გიორგი მე-12-ის გვერდით სვეტიცხოველში დაკრძალეს. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი მარიამ ციციშვილის შესახებ. გამოიწერეთ კარდოს YouTube და Facebook გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.